7 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქრისტეს წინამორბედისა და წინასწარმეტყველის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში. სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია უწმინდესმა და უნეტარესმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამე მაღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ყოვლა სამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. აი დღეს იყო სიტყვები წმინდა სახარებაში მის შესახებ, რომ მისი შობით გაიხარებს მრავალი ადამიანი და ეს სიხარული გრძელდება უკვე ამდენი საუკუნეა და დღესაც ჩვენ ამ სიხარულს ვზეიმობთ და ვიზიარებთ. თქვენ იცით, გახსოვთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი იყო უმეტეს ნაშობთა შორის დედათასა. ეს იყო სასწაულებრივი მთელი მისი ცხოვრება. იგი იყო სინანულის დიდი მქადაგებელი და იესო ქრისტეს მოსვლამდე ამზადებდა მთელს ისრაელს, მთელს კაცობრიობას ქვეყნიერების ხსნელის ღირსეულად მიღებისთვის. აი, მისი ღვაწლი, მისი ქადაგება დაკავშირებული იყო სინანულის სწავლებასთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა ღმერთს გული გაუხსნას. სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, მხოლოდ დასაწყისში გადასადგმელი. სინანული უნდა მიყვებოდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიყრმიდან სიბერემდე. აი, როგორც გითხარით, სასწაულებრივი იყო სიცოცხლე მისი. როგორც გახსოვთ, იგი იშვა უკვე ხანდაზმული მშობლების ლოცვით და როდესაც ჰეროდემ ბეთლემელი ყრმები ამოწყვიტა, მაშინ წმინდა იოანე ნათლისმცემელი გადამალეს უდაბნოში, სადაც 30 წლამდე იმყოფებოდა და გაატარა ცხოვრება უმკაცრეს ასკეტურ ღვაწლში, ვიდრე მას ღმერთმა არ მოუწოდა, რომ გამოსულიყო ქადაგებისთვის და მდინარე იორდანეში ხალხის მოსანათლავად. აი, როგორც გვაუწყებს წმინდა სახარება, გამოდიოდა მასთან იერუსალიმი და მთელი ჰურიასტანი, აღვარებდნენ ცოდვებს და ნათელს იღებდნენ მისგან. ის ქადაგებდა სინანულს და ამბობდა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოვებულია სასუფეველი ცათა და ირწმუნეთ მომავალი მესია, რომელიც ჩემზე მეტია და რომლის ხამლთა გახსნის ღირსიც კი არ ვარო. და აი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი თავისი სიწმინდით, თავისი დიდი მოშურნეობით გახდა ღირსი, რომ თვით უფალ იესო ქრისტეს ნათლისმცემელი და წინამორბედი გამხდარიყო. და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მისი ეს მოწოდება სინანულის შესახებ დღესაც არ კარგავს თავის ძალას და მნიშვნელობას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ როგორც ადამიანები ვცოდავთ მეტად თუ ნაკლებად. და ამიტომ უნდა ვიცოდეთ სინანულიც. და აი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი ჩვენ გვახსენებს, გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს დროებითი მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადება
მარადიულისთვის. და რომ მომავალ სამსჯავროზე ჩვენ მოგვიწევს პასუხისგება თვითეული ფუჭა წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი. და აი ამიტომ ამ მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ რომ პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს და შევისმინოთ მისი მოწოდებების და მისი ქადაგების. ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც არის ნაკურთხი წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. ჩვენ დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, ჩვენი მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებულ საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მე მინდა განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელმონაზონი ამბაკუმი, რომელიც იყო მოთავე ამ ტაძრის მშენებლობის მთავარი ორგანიზატორი, რომელიც შემდგომ იკურთხა მისი მაღალყოვლად უსამგდელო ესობა ფოთის ადახობის მაშინ სენაკი შედიოდა ფოთის ეპარქიაში გრიგოლის მიერ. და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის და მინდა განსაკუთრებული სიყვარული გამოთქვა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. თქვენდამი ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო. მე მადლობ უფალს რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე როგორც ყოფილა ღვთისნება კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის. მე მადლობა უნდა უთხრა ღმერთს რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ბევრი რამ ვისწავლე ძალიან ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. მაგრამ ალბათ ვეცადე მესწავლა შეძლების და გვარად თავარი რამ ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი. რის ცოდნის გარეშეც შეუძლებელია დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს პატრიარქი საქართველოსიც. და აი მე მადლობ უფალს რომ უფალმა მე ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მომსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, აგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მისი ლოცვით უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი და ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ დაგირიგდებათ ღირსი ალექსი შუშანიას ხატები, რომელიც ახლახანს შეიქმნა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა და ტაძარში შეკრებილებს ღირსი ალექსი შუშანიას ხატები საჩუქრად გადასცა. სენაკის საკათედრო ტაძარში წირვას ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლის წევრები ესწრებოდნენ. ყველას სურდა საქართველოს ეკლესიის მეთაურთან შეხვედრა და პირადად მიელოცათ დღევანდელი დღესასწაული. მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან მოგილოცოთ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე. დღეს მოგეხსენებათ არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღე. და ჩვენ საკათედრო ტაძარში დღეს ჩამოგზავნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე და აღასრულა სადღესასწაულო წირვალოცვა ჩვენ საკათედრო ტაძარში და ძალიან დიდი სიხარულია. აი თქვენ ხედავთ ახლა გარემოს ირგვლივ რა ხდება
მთელი სამეგრელო, მთელი საქართველო მოვიდა, რომ დღევანდელ დღეს აი ეს დღესასწაული აგვენიშნა და მისი უწმინდესობის აქ მოგზავნებამ კიდევ უფრო მეტი სიხარული, კიდევ უფრო ბედნიერება მოიტანა დღევანდელ დღეს თქვენ მოგესწრებათ, რომ მისი უწმინდესობა სენაკსა და ჩხოროწყუში 23 წელიწადი მოღვაწეობდა და ის რაც დახვდა დღეს მის უწმინდესობას, ეს დიდი სიყვარული, ეს დიდი მოფერება, ეს რა თქმა უნდა მისი დათესილი არის, მისი ნაშრომი არის, მისი ნაღვაწი არის, მისი ნალოცი არის და დღეს ის დიდი სიყვარული მან უკან მიიღო ჩვენი მრევლისგან და ჩვენი სანაკელებისგან და ჩხოროწყუელებისგან და სრულიად საქართველოსგან. მინდა რომ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დღევანდელი დღეს სულ სიკეთე, სიხარული, მშვიდობა, კეთილდღეობა ყოფილიყო ჩვენ საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში. ბრავაზა ეს არის. სრულიად საქართველოს ულოცავ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს. დიდება და მადლობა ღმერთს, განსაკუთრებულია ეს დღე თითოეული ჩვენთაგანისთვის. რამე თუ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ჩამობრძანდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში და აი დიდებულ ტაძარში, რომელიც აგებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე, აქ აღავლინა წირვა-ლოცვა. დიდება ღმერთს, მადლობა უფალს, მრავალჟამიერ ჩვენი პატრიარქის სიცოცხლე. ამინ. Ძალიანაც სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს სენაკიდან და მინდა უსურო და მიულოცო ყველას ძლიერი საქართველოს, ერთიანი საქართველოს გაბრწყინება და ღმერთმა ქნას უწმინდეს ლოცვა კურთხევით ქვეზე იმოს მალე გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველო. გილოცავ დღევანდელ დღეს, ულოცავ სრულიად საქართველოს, დიდი ბედნიერება რომ პატრიარქთან შეხვედრა გვხდა წილად. ამაყები ვართ და ძალიან ბედნიერები. გილოცავთ ყველას. უდიდესი სიხარულია დღეს თითოეული სენაკელისათვის, ყველა ჩვენგანისათვის. სრულიად საქართველოს ულოცავთ, შეგვეწიოს იონე ნათლისმცემლის მადლი და გვხარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა უწმინდეს სტუმრობისთვის, გახარებისთვის, სიყვარულისთვის, ძალიან ბედნიერი დღეა, სიხარულით სავსე დღეა და ჩვენ სხვადასხვა ეპარქიებიდანაც ჩამოსულით, ფოთის ეპარქიიდან ვარ ჩამოსული და მადლობა ყველაფრისთვის. ამ დღისთვის დაუვიწყარი დღეა, მრავალს დაასწროს სრულიად საქართველო. ამ დღეს შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი, იონე ნათლისმცემლის მეოხება არ მოკლებოდეს. დღეგრძელობა ჩვენ უწმინდეს. მოხარული ვარ დღეს პატრიარქი რომ ჩამოვიდა და ნახეთ და ბედნიერი და გახარებული ვარ. სამტრედიდან ჩამოვედი რომ დავსწრებოდით დღეს წირვას და გვენახა პატრიარქი. მიხარია რომ დღეს პატივი გვერგო იმისა რომ პატრიარქი ესე ახლოს გაგვეცნო, მოვსიყვარულებოდით და ნამდვილად დიდი დღეა და ვისურვებდი რომ მსგავსი დღეები ხშირად განმეორდეს. პირველ რიგში ყველა ქართველს ულოცავ და რა თქმა უნდა პატრიარქსაც და დიდი მადლობა ამ დღისთვის რომ შეძლო მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაკავებულია და ასეთი დიდი ბედნიერება გვაჩვქა დღეს. ჩვენი პატრიარქი რო ჩამოვიდა სენაკში, ეს ჩვენთვის უდიდესი დღე იყო და ბედნიერება იყო მართლა ჩვენი ყველა თანაქალაქელისთვის. ყველას ულოცავ მთელ საქართველოს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს. შეგვეწიოს ამ დღის მადლი და გვფარავდეს მთელ საქართველოს. მე ძალიან გამიხარდა რომ პატრიარქი ჩვენთან სენაკში ჩამოვიდა. ჩვენთვის პირველი არ არის, იმიტომ წინათაც იყო ჩამოსული, ძალიან გვიხარია. ყველას უხარია, ძალიან გვიყვარს პატრიარქი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა პატრიარქად გამორჩევის შემდეგ დღეს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში პირველი ლიტურგია აღავლინა. ვიყვარხარ პატრიარქო, ამ შეძახილებით გააცილეს სენაკის საკათედრო ტაძრიდან მრევლის წევრებმა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე. იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა. პროექტს მწერალთა სახლი ახორციელებს. ამ დროისთვის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პრემიის ლაურეატები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში: საუკეთესო პოეტური წიგნი, საუკეთესო პროზაული წიგნი, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი, საუკეთესო საბავშვო დრამატურგია, საუკეთესო დებიუტი. ეს იმ ნომინაციების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც პრემია გაიცემა. როგორც მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ განმარტა, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა. მწერალთა სახლიდან მოდიოდა ეს იდეა, რომ აუცილებლად დაფუძნებულიყო საბავშვო ლიტერატურის გოგებაშვილის პრემია.
და უკვე მეხუთე წელია ტარდება და კულტურის სამინისტრომ გაითვალისწინა ეს იდეა. კულტურის სამინისტრო ატარებდა ამ წლების განმავლობაში წელს პირველად გვანდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრემია, უმნიშვნელოვანესი პრემია, იმიტომ რომ საბავშვო ლიტერატურას ხელშეწყობა ნამდვილად ჭირდება. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი თემაა, რომელიც და ასაკობრივი განსხვავებებია საბავშვო ლიტერატურაში. ეს არც ერთ სხვა პრემიაში არ არის, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ასაკობრივი ზღვარი ბავშვებისთვის. თქვათ პოეზიის ნომინაცია, ხო? იქ არის 3-დან 7-მდე, მერე არის 7-დან 12-მდე და მერე არის 13+. ანუ საკმაწვილო ლიტერატურა. და ყოველი ნომინაცია მოიცავს ესეთ სამგზის დაყოფას თემების, შინაარსის და ასე შემდეგ. ნომინაცია ბევრია, 11-მდე ნომინაციაა და ყველა მათგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არის თარგმანიც, პროზა პოეზია ბუნებრივია რომ იქნებოდა, არის დრამატურგია, საბავშვო დრამატურგია, არის თარგმანი, თარგმნილი ლიტერატურა, ის უცხოური ლიტერატურა, რომელიც ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, არის ილუსტრაცია და არის ღვაწლი. და არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ნომინაცია, ეს არის ღვაწლისთვის. ანუ იმ ადამიანისთვის, იმ მწერლისთვის, რომელსაც დიდი წვლილი აქვს საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. ფულადი ჯილდო არის 5,000 ლარი და ვფიქრობ ეს არის სტიმული და мотиваცია იმისთვის, რომ შეიქმნას ნაწარმოებები და ხშირად და ბევრმა ადამიანმა მიიღოს, ავტორმა მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 31 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს გაიმართება. საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ცნობილი ქართველი მწვრთნელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდოეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ მესტვირიშვილისთვის მინიჭებულ მაღალ სახელმწიფო ჯილდოს. ინდოეთის ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ცნობილ მწვრთნელს სპეციალური სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერ მესტვირიშვილის მეუღლეს, მარინა სარიას გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ მესტვირიშვილი პირველი ქართველი მწვრთნელია, რომლის ღვაწლი ინდოეთის მთავრობამ ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასა. აღინიშნოს ვლადიმერ მესტვირიშვილის ძალიან დიდი ღვაწლი ჭიდაობაში, ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწვრთნელი მსოფლიოში, რომელმაც აქტიურად საცაიმუშაო ყველგან თავისი კვალი დატოვა. ვიცით, რომ ინდოეთის მთავრობამ, პრეზიდენტმა გადასცა სახელმწიფო ჯილდო, რომელიც ჯილდო არის პირველი ქართველი მწვრთნელის, რომელიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჭიდაობის განვითარებაში და სწორედ რომ ამ პრიზის აღსანიშნავად და გასახსენებლად მოიწვიეს ჩვენ სტუმრები, რათა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ ჩვენი მწვრთნელის დამსახურება მსოფლიო ჭიდაობის განვითარებაში. მე მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი დღისთვის. ეს დიდი პატივი არის ჩემი ოჯახისთვის, ჩემი ლადოსთვის. ეს პატივი გვერგო ინდოეთის მთავრობიდან, ასევე მაკედონიის მთავრობიდანაც, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი ლადო მაკედონიაშიც იმუშავა. ინდოეთში უფრო დიდი პერიოდი იყო და საქართველოშიც დიდი წვლილი აქვს. მადლობა ბატონ ლერის და ყველას.